ძირითადად მიულოცო ეს დღე თითოეულ კურსდამთავრებულს, მათ ოჯახებს, მასწავლებლებს და ლიცეუმის მთელ კოლექტივს. ეს ჩვენ წინაშე განან მომავალი ოფიცრები, მომავალი სარდლები, მომავალი გენერლები და მომავალი წარმატებული საჯარო მოხელეები. ოფიცრებო, სერჟანტებო, ძვირფასო მასწავლებლები, ესემა, გუნდური მუშაობა, პასუხის მიღებენ ჩვენი მასწავლებლები, რომლებმაც ცოდნის გაზიარებასთან ერთად დაჭერა ჩვენთვის მუდმივი მოტივაციების. აღშენებლობის საქმეში შეტანილი ვებსახურების საქართველოს. ყველაზე გვიხარია, რომ ამ 3 წლის განმავლობაში შევიძინეთ ისეთი უნარჩვევები, რომლებიც კონკურენტულ არიან გახდეს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო სფეროში. ასევე გავიცანით ადამიანები, რომლებმაც გვასწავლეს ძალიან დიდი ღირსება, სამშობლოს სიყვარული და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ჩემს მომავალს უკავშირებ ქვეყნის სამსახურს და მინდა რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ლიცეუმის სრულ შემადგენლობას ამ დაუვიწყარი წლებისთვის. დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მესამე სასწავლო კურსმა 3 წლიანი სწავლების ეტაპი განვლო, მათ შორის ერთ-ერთი მათგანია ორმეც და ძალიან ამაყი ვარ, იმით რომ ამ 3 წლის განმავლობაში ხვდა პატივი წილად მეტარებინა სამხედრო ფორმა და ყოფილიყავი კადეტი. ჩემს მომავალ ცხოვრებას უკავშირებ სამშობლოს სამსახურს და აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში მომცემს იმის საშუალებას, რომ მედგრა შევხვდე ცხოვრებისეულ გამოწვევებს. ისინი არიან საუკეთესო მომავალი თაობა ჩვენი ქვეყნის, რადგან 3 წლის განმავლობაში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში როგორც სამხედრო ტაქტიკური თვალსაზრისით, ასევე სასკოლო თეორიული თვალსაზრისით მიიღეს საკმაოდ მაღალი განათლება და მჯერავს და მწამს მე რომ ისინი იქნებიან ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილები.